საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. წვევამდელთა გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან განთავისუფლების საფუძვლები. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით ლომიძე და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ზაალ მუსხელიშვილი შემოგვიერთდა სტუდიაში და მათგან გავიგებთ ბუნებრივია მეტ დეტალს. პირველი აი ამ ინფორმაციის გაცნობის პროცესში ბუნებრივია თვალში მოხვდა, ხურში მოხვდა შემთხვევითი პრინციპი გაწვევასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება წვევამდელთა გაწვევა 2025 წლიდან, როგორი არის ეს პრინციპი. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში დიდი სიახლე არის. გაწვევები უკვე 2025 წლიდან მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით. ეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპი დაყრდნობილი არის შემთხვევით შერჩევაზე, ანუ წვევამდელები ყველა წვევამდელს ექნება შესაბამისი თავისი რიგითი ნომერი, რომელიც რიგითობის დაცვითაც მოხდება წვევამდელების გაწვევა. ანუ არის რაღაც ბაზა პირობითად, სადაც არის 500 ადამიანი მარტივად რო წარმოვიდგინოთ და შესაბამისად კომპიუტერული ალგორითმი გამოყოფს ეგრეთ ვთქვათ იმ ადამიანების სახელ და გვარებს, ვისაც მოუწევთ საჯარო ის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა? სწორად გავიგეთ? სწორად ესეა. ანუ ყველა წვევამდელი შესაბამისი მუნიციპალური განყოფილებების მიხედვით იქნება აღრიცხული რიგითი ნომრით და რიგითი ნომრის მკაცრი დაცვით მოხდება მათი გამოძახება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად. ბატონ დავით, აი შეირჩნენ ადამიანები და აქვთ თუ არა მათ უფლება რომ გამოიყენონ ეგრეთ წოდებული გადავადება და არიდონ თავი დროებით თუ არსებობს ამისი საფუძველი. დიახ, რა თქმა უნდა, გადავადების უამრავი ბევრი საფუძველი არსებობს. კონკრეტულად რო თქვა რამდენიმე? აი მაგალითად არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავადება, შეიძლება ეს იყოს მინიმუმ 3 თვიდან მაქსიმუმ 3 წელი შეიძლება იყოს, სხვადასხვა ვადებით შეიძლება მოხდეს გადავადება, სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს აქვს სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადავადება, პირებს წვევამდელებს, ვისაც ყავთ ერთი შვილი 3 წლის ასაკამდე, მათ გადავადება ეკუთვნით, ასევე 2 შვილი თუ ყავთ, მათაც გადავადება, დედის ერთა ან მამის ერთადერთი შვილი თუ არის, მათაც და უამრავი სხვა გადავადების სხვადასხვა საფუძვლები არსებობს. ბატონ ზაალ, შემთხვევითობის პრინციპი, რომელიც შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა, ბუნებრივია ითვლება ყველაზე სამართლიანად, მაგრამ შესაძლებელია ადამიანთა გარკვეულმა რაოდენობამ ჩათვალოს ძალიან უსამართლოდ. პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ სურვილი, რომ გაიარონ სამსახურის შესაბამისი გახდნენ სამხედროები და ქვეყნის წინაშე იყვნენ პირმართალნი. აი ასეთ ვითარებაში თუ თქვათ მე მინდა ნებაყოფილობის საკუთარი როდესაც მაგრამ ჩემი ვთქვათ სახელი და გვარი ან ნომერი არ დაფიქსირდა ამ შემთხვევით შერჩევაში, ამ დროს რა ხდება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ესეც გათვალისწინებულია თავდაცვის კოდექსით და პრაქტიკაშიც წელს პირველად ინერგება ესეთი პრაქტიკა 2025 წელს ნებისმიერ წვევამდელს ვისაც სურვილი ექნება რომ იმსახუროს თავდაცვის ძალების რიგებში შეიძლება გამოთქვას სურვილი ნებაყოფლობით და მას მიეცემა ამის საშუალება რიგითი ნომრის გვერდის სავლით. რეალურად რო ვთქვათ, თქვენ რომ ახსენეთ პირობითად 500 კაციანი სია, იქ შეიძლება დაინომროს მე-500 ნომრად, მაგრამ თუ გამოძახებამდე ეს ადამიანი თვითონ გამოთქვავს სურვილს, რომ იმსახურებს თავდაცვის ძალების რიგებში, ამ შემთხვევაში მას გავიწევთ გაცილებით უფრო ადრე იმ კვოტებიდან და გეგმებიდან გამომდინარე, რაც აქვს თავდაცვის სამინისტროს. ასევე შეუძლია ნებაყოფლობით სურვილი გამოთქვას ისეთმა პირებმაც, ვისაც კონკრეტულ მომენტში გადავადების საფუძველი აქვს. დაუშვათ, ავიღოთ სტუდენტი. სტუდენტს აქვს გადავადება სწავლის დასრულებამდე, სანამ მას სტუდენტის სტატუსი აქვს. თუმცა თუ ის გამოთქვავს სურვილს, რომ უნდა იმსახუროს
წვევანდელთა ეროვნულ სამსახურში, ნებაყოფლობით მას გავიწევთ და ბონუსებიც გაცილებით მეტია. მოდი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ თუნდაც აი თავის არიდებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი თქვათ უარს ამბობდა ან ცდილობდა უარი ეთქვა სხვადასხვა მიზეზით აი ამ სამსახურისგან თავის აცილებაში, იმიტომ რომ თქვათ ესეთი არგუმენტია რომ ჩვენ არ გვინახავენ სამსახურს, შეიძლება შეგვიქმნას პრობლემები ზოგადად მე კარიერის გაგრძელების პერსპექტივაში და აი ეს მიმართულება რამდენად დაზღვეული არის ახალი კოდექსის მიხედვით, არის თუ არა ვალდებული სამსახური რომ აი ამ პროცესში შეუნახოს წვევამდელს თავისი პოზიცია. დიახ, თავდაცვის კოდექსმა ეს საკითხიც დაარეგულირა და მნიშვნელოვანია რომ პირდაპირ არის ჩანაწერი რომ სამსახურები, ესე იგი კერძო სამსახურები ვალდებული არიან, რომ წვევანდელთა ეროვნულ სამსახურში გაწეულ პირს შეუნარჩუნონ თანამდებობა, ესე რომ ვთქვათ, სამუშაო ადგილი, ხოლო საჯარო სამსახურის შემთხვევაში მას უნარჩუნდება ანაზღაურებაც. ანუ ორივე ერთად. დიახ. ბატონ ზალწე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები არსებობს, როგორც ვიცით, რო გვესაუბროთ ამ სახეებზე და ვადებზე, რა ვადებით არის განსაზღვრული ეს სამსახური? დიახ, ესეც სიახლეა. 2025 წლიდან სამხედრო სამსახურის ვადები არის სამი სახის, ეს არის 6 თვიანი ვადა, ეს არის 8 თვიანი ვადა და ეს არის 11 თვიანი ვადა. ეხლა შევეცდები მოკლედ აგიხსნათ ამასთან დაკავშირებით 6 თვიანი ვადის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე მსახურობს საბრძოლო ქვედანაყოფში 8 თვიანი ვადის დროს სამხედრო სამსახურს გადის საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში, ხოლო 11 თვიან სამხედრო სამსახურს რაც შეეხება, ეს არის თვისობრივად განსხვავებული და სრულიად ახალი სახე წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა, ეს არის სამეთაურო, უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე სამსახური. ეს თვითონ ეს უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე სამსახური ორ ტიპს მოიცავს, ესე რომ ვთქვათ, ოფიცრის ხაზით და სერჟანტის ხაზით. აი ესეთი ტიპის სამსახურები გვაქვს. თუ აქამდე 12 თვის ვადით იყო სამსახური მხოლოდ ეროვნული სამხედრო სამსახური წვევანდელთა, ეხლა უკვე არის სამი სახის. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ ამბობდა, რომ მე არ მინდა წავიდე და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო დავკარგო იმისთვის, რომ ხიდის დასაწყისში ან ხიდის ბოლოში ვიდგე. როგორც მივხვდი, ეს საკითხი საერთოდ აღარ არსებობს და სავალდებულო სამხედრო სამსახური ნიშნავს სამხედრო სამსახურს და არა თქვა კიდევ დამატებით სხვა კომპონენტებს. დიახ, რა თქმა უნდა. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ძირითადად არის სწავლებებზე დაყრდნობილი და უმეტესად სამსახურის პერიოდში თითოეულ წვევამდელს მოუწევს მეტი რაოდენობით სწავლება და ამის ყველაფერს წინ უსწრებს საწყის საბრძოლო მომზადების კურსის გავლა, რომელიც არის 8 კვირიანი. ყველა წვევამდელი ამ საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადის, როგორც საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო მოსამსახურე და შემდგომ უკვე სამსახურის პერიოდშიც ეტაპობრივად მათ უტარდებათ საბრძოლო მოსწავლებები. და ანუ ის თქვა, რასაც ბევრი ადამიანი დროის ფუჭად დაკარგვად მიიჩნევდა, ესე იგი ეს საკითხი უკვე აღარ არსებობს. რა თქმა უნდა. წვევამდებლებსა და საკონტრაქტო სამსახურს შორის რა სხვაობა არის, თუ არა სხვაობა მზადებას შორის და სხვა ბევრი დეტალი იქნება. როგორც აღვნიშნე, წვევამდებლებიც და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებიც ერთნაირ სწავლებას გადიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს. მათვისაც, ანუ როგორც წვევამდებლებისთვის, ასევე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ამ სწავლების ვადა არის 8 კვირის განმავლობაში. არის პირველი 8 კვირა, პირველი 8 კვირა არის იდენტური, დიახ, როგორც საკონტრაქტოსთვის, ისევე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო მოსამსახურეებისთვის. წეგან ჩვენ საუბრობდით აი სამსახურების შენარჩუნებაზე, როდესაც გაიწვევენ რამოდენიმე ვალდებულება აქვთ კერძოსა თუ სახელმწიფო სამსახურებში შეუნარჩუნონ ადგილები, თუმცა ჩვენ რამდენადაც ვიცით, ანაზღაურებადი არის სავალდებულო სამსახური, ხო? თქვენ რასაც თავაზობთ ამ ადამიანებს. თუმცა მე ერთი კითხვა მაქვს კიდევ, აი ეს ადამიანები, ვინც თავისი ინიციატივით გამოიჩენენ ამ ყველაფერში მონაწილეობას, ისარგებლებენ თუ არა რაიმე უპირატესობით? დიახ, აუცილებლად. პირველ რიგში ანაზღაურებადია ნამდვილად თვითონ წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და იქიდან გამომდინარე, რომ სამი სახის სამსახურია, ხელფასები არის სამივე სახისთვის განსხვავებული. 8 თვიანი სამხედრო
სამსახურის პერიოდში ეს 8 თვიანი თან მინდა აღნიშნო, რომ მოიცავს 3 დღეში ერთხელ სამსახურს, ესე იგი 24 საათიანი მორიგეობის შემდეგ 48 საათი დასვენების უფლებით. ანაზღაურება არის 635 ლარი, 6 თვიანი სამსახურის შემთხვევაში ანაზღაურება არის 765 ლარი. რაც შეეხება 11 თვიან სამსახურს, სერჟანტის ხაზით სამეთაურო თანამდებობებზე დანიშნული წვევანდებლებისთვის ანაზღაურება არის 1275 ლარი, ხოლო ოფიცრის ხაზით დანიშნული წვევანდებლებისთვის არის 1530 ლარი. ნებაყოფლობით სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, ესე იგი, როცა მოქალაქე წვევანდელი თვითონ გამოთქვავს სურვილს ამ სამსახურისას, 30%-იანი დანამატი ექნება ხელფასს. და რაც შეეხება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბონუსია და დაინტერესება განსაკუთრებით წვევანდელი სასაკის მქონე სტუდენტებისთვის, რომლებისთვისაც თავდაცვის ძალები 11 თვიან სამსახურს მოიაზრებს ყველაზე მეტად. ამ სამსახურის გავლის შემთხვევაში, ესე იგი სტუდენტი თუ აიღებს პაუზას, ესე რომ ვთქვათ, სწავლის პერიოდში შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, წამოვა ნებაყოფლობით ამ სამსახურში, სამსახურის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო მას დაუფინანსებს სწავლების მთელი საფეხურის ღირებულებას. ესე იგი, პირობითად თუ პირველ კურსზეა, ბაკალავრიატის დასრულებამდე 4-ვე კურსზე სახელმწიფო ღირებულება თუ არ ვცდები 2250 ლარია ერთი კურსის, ამას მოდი დააფინანსებს. დავაზუსტოთ, ეს ძალიან საინტერესო რამ არის. ან თუ მე ვარ პირველ კურსზე, დავასრულე პირველი კურსი, შემდეგ გადავწყვიტე ჯარში წასვლა, მოვეწყე, მიმიღეს ჯანმრთელობა, ყველაფერი ხელს მიწყობს, ვიმსახურე ჯარში 11 თვე და დარჩენილი, ანუ მეორე კურსიდან მეოთხე კურსამდე ანაზღაურებას გადამიხდის სახელმწიფო? თავდაცვის სამინისტროს სახით სახელმწიფო, რა თქმა უნდა. მე მგონი შესანიშნავი წამახალისებელი ძალიან და როგორც ჩანს ზრუნვა იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სურვილი, რომ გაიარონ სავალდებულო ჯარი. ჩვენი დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, ალბათ მაინც და მაინც სხვა აუცილებელი არ არის ამ ბენეფიტებზე საუბარი, ისედაც უნდა გქონდეს სურვილი, რომ ჩვენ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ვიცოდეთ ელემენტარული თავის დაცვის მიზნით, მაგრამ ეს ბენეფიტები ბუნებრივია, რომ თქვათ უფრო მეტ ინტერესს გამოავლენს და გახდება უფრო საინტერესო და პრესტიჟული. თქვენ რას ელოდებით? აი მაგალითად, თქვათ წინა სისტემის მუშაობიდან გამომდინარე და აი ამ ახალი კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებებიდან, აი თქვენ რას ელოდებით? იქნება თუ არა, თქვათ, თუნდაც განწყობაში, დამოკიდებულებაში ცვლილებები? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალი მიდგომები, რაც უკვე 2025 წლიდან ჩამოყალიბდა, ხელს შეუწყობს მოქალაქეების სურვილს გაუჩეს მეტ მოქალაქეს, რომ თვითონ გამოთქვა სურვილი და არა ძალდატანებით მოხდეს, ანუ მათთან კომუნიკაცია, გამოძახება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სავალდებულო სამხედრო წვევამდე ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწევას. მოკლედ, პირველი გაწვევა როდის არის ჩანიშნული, ესეც გითხარით და დაგემშვიდობებით, რადგანაც აუცილებლად უნდა თვალი მივადევნოთ ამ პროცესს. კი ბატონო, მოგახსენებთ, გაწევის პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, წვევანდელების გამოძახება დღევანდელი დღიდან იწყება. შემდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდე ერთი, რომელიც უნდა აუცილებლად ვთქვათ, თუ აქამდე წვევანდელი, რომელიც მიდიოდა სამხედრო ჰოსპიტალში, სამხედრო სამედიცინო კომისიის გასავლელად, შემდგომ იმ შემთხვევაში თუ ის შესაბამისი იქნებოდა სამხედრო სამსახურისთვის, ბრუნდებოდა პირდაპირ შედიოდა სამხედრო ნაწილში, ახლა ესე არ იქნება, ის დაბრუნდება სახლში და კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ ლოკაციაზე, ჩვენს მიერ მითითებულ ლოკაციაზე გამოცხადება, მარტივად რო ვთქვათ, მას ექნება იმისი ვადა, რომ ესე იგი მოემზადოს კარგად, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად სამხედრო სამსახურისთვის. და თვითონ პროცესი, როგორც გითხარით, უკვე დაწყებულია. გადაადგილება სამხედრო ჰოსპიტალში უკან, სულ ყველაფერი ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებით, სამხედრო პოლიციის ჩართულობით, ეს მინდა მშობლებისთვის თქვა, რომ ხშირად ნერვიულობენ ხოლმე როგორ ხდება მათი შვილების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, გადაყვანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანამ დაგემშვიდობებით, ერთი მე სურვილი გამიჩნდა, რომ ქალებისთვისაც არსებობდეს, იმიტომ რომ მე დიდი სიამოვნებით ვიმსახურებდი ქართულ ჯარში.
სავალდებულო ალბათ ისე კი შესაძლებელი. ისე რომ არ დავაშინოთ ეხა ჩვენი მეგობრები, ვისაც უწევს ასაკიდან გამომდინარე, საწვრთნელი პროცესია, საშუალო სტატისტიკური ახალგაზრდისთვის რამდენად დაძლევადია, აი რა სირთულეებია, იმიტომ რომ მაგალითად ყველა არ არის ხომ მზად, ზოგს შიში აქვს და გონია რომ თავს ვერ გაართმევს. აი თუ შეგიძლიათ პირველი მონახაზი, აი საწყისი რაც არის, რომ გვიამბოთ. კი ბატონო, ეს პროგრამა ზუსტად ისე არის შერჩეული და ისეა შემუშავებული, რომ ყველა წვევამდელისთვის დაძლევადია, ყველა წვევამდელი ეტაპობრივად უმატებს თავის შესაძლებლობებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ ერთიანი სტანდარტით მომზადებულ წვევამდელებს სამსახურის დასრულების შემდგომ. დიდი მადლობა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით ლომიძე და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ზალ მუსხელიშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები შევიტყვეთ. ძალიან დიდი მადლობა.